მოდი ავხსნათ ამ კვირაში წაგებული ტრეიდი და მოგებული ტრეიდი. სულ ორი ტრეიდი მაქვს ამ კვირაში გახსნილი. მეტის გახსნას არ ვაპირებ დღეს. ეს პროსტა დემოზე მაქვს პროსტა გახსნილი, იმიტომ რომ დღეს ესეთი პრაისი გვაქვს AM-ზე, რაც მეტნაკლებად მოულოდნელი იყო. და ამას ახსნი ხა პირველი მოგება, რასაც გავაკეთე, იყო კრუდულზე. ეს არის ნავთობი, სადაც ვითრეიდე, ლონგი და იმის მერე ძალიან შორს დასულა. პირველ რიგში რაც კრუდულს დავინახე ორ შაბათს, კიდე სამშაბათს იყო, ხო? სამშაბათ დღეს. აი ამ ორდერ ბლოკში ვარ 4 საათიანი ჩამოსული, ზოგადად bullish order flow გვაქვს მაღალ time frame-ზე, daily-ზე შევხედე და დავინახე, რომ ესე გადმოვახვიოთ. მარკეტზე ქონდა ეს equal high daily-ზე დატოვებული რა. თვილას დაებს მარკეტი არ იტოვებს 4 საათიანზე. აი იმ order block-ში ვიყავით, ახლა გამოვაჩენ. აი აქ, აი ამაში. მე გადავედი უკვე 15 წუთიანზე და ჩემს სატრედო სესიაზე, New York AM-ზე, მქონდა ესეთი displacement-ი აი order block-იდან. ეს 15 წუთიანი ფეროლკები გვაქვს გაკეთებული. ერთი შეცდომა რაც შეიძლება ვთქვათ, რომ აი მოგებულ ტრეიდში დავუშვი რა. აი ბოლო ну ეს ტრეიდი რაც წავაგე მანამდე რა, ორი ტრეიდი ძალიან გადაურჩი რატომღაც, რა ვიცი, ალბათ Henry Sprallia შეიძლება რა. ბევრი ამბობს, ბევრი მინახავს ინტერნეტშიც, რომ ბევრი წუწუნებს price action-ზე რა, მე ზოგადად მარკეტის კონდიციაზე წუწუნი არ მიყვარს, იმიტომ რომ ეგეც ტრეიდერის მოვალეობაა, რომ მისი კონდიცია წაიკითხოს და რისკით თვითონ გარისხოს და თვითონ შევიდეს მაგ ტრეიდში, როგორც უღირს რა. მაგრამ გვინდა არ გვინდა მარკეტის კონდიციას სულ 100% მაქსიმალურად ყოველთვის ვერ გავაკონტროლებთ, ხო? ამ 15-იან ფეროლოგიაში მოდი მოგინიშნავთ, რომ ჩამოვიდა მარკეტი დისკაუნტში ვართ. და ვარ კიდე bullish target-ი ის daily-ზე რაც მოგინიშნეთ, ეს ვაქვს target-ი, მაგრამ ჩემი target-ი მარტივი, აი ეს აიღო, ესეც ყოფნიდა. ერთ წუთიანზე რომ გადმოვიდეთ, მარკეტი აქ კონსოლიდაციაში იყო, მე რაც შემეძლო დაავლოდებოდი და უკეთესი მექნა იყო, რომ მაკრო დროს დაავლოდებოდი და მან სადმე entry მომეწებნა, აი აქ. აი ამ დროის ჭრილში. მაგრამ მანამდე გავხსენი ტრეიდიდან, როცა ჩამოვიდა აქ უკვე და ეს სლოუები იყო, მე აღარ მოველოდი იმენა, რომ მარკეტი აქედან უკვე აი ამ lows მარკეტი შეეხებოდა, როდესაც უკვე ეს order block-ი გაკეთდა აქ რა. ერთ order block-ი გაკეთდა, მე აქ უკვე trade შევედი, ეგერ გავლონგი აქ. stop loss ეგერ low-ზე მედო აქ ასე და take profit-ი მქონდა აი ამ high-ზე. stop loss-ი მე სიმართლე გიხართ იქ პლატფორმაზე რო ტრეიდობ რა, კრუდულზე ეგრეა, რომ თუ ამ ადგილს არ გაცდა, ისე იმას შვება, რა ქვია. არ გირტყავს stop loss და ძალიან გადავრჩი. აი, მართლა ძალიან გადავრჩი. არ ვიცი ესე რატომ უნდა ხდებოდეს, როცა მარკეტი ესე ღრმარი ტრეისმენტს უნდა გაიდო და ჩემი შეცდომა რაც იყო, აი, ასეც ვფიქრობ, რომ ეს არის. და აი, ამას უნდა დაავლოდებოდი, თორე აი ეს ნარატივი, მაღალი time frame-ი, ანალიზი, მიმართულება, ყველაფერი სწორი იყო. გარდა აი ამას ახლა მე ვერ გავაკონტროლებ და ვერ დავინახავ წინასწარ სულ რა. ესეთ ღრმარი ტრეისმენტს ამ lows რო იღებს, რა lows აღებას არ არის აუცილებელი და ისე წასვლა ზემოთ. შემდეგ უკვე აი აქ break even-ზე გადავედი. partially იყო აქ რა ვიცი, ავიღოთ რავი რამდენიც გინდათ. აჰა, 4. partially იყო აქ და full target-ი იყო, საბოლოო იყო ეგ. ეხაც live-ში ვარ, ნუ live-ი მორჩა, მაგრამ მაინც live-ში ვარ და აი ეს ტრეიდი იყო live-ში გახსნილი, ანუ live-ში დაკოლილი მქონდა ეს ტრეიდი, მაგრამ აი ასეთი მოძრაობის, აი შეხედე აქ stop loss არ ჩამერტყა, ანუ არ ჩანს რომ stop loss ჩართმულია რა პლატფორმაზე. ანუ ასეთი stop loss-ის გამო ბევრი ვიცი რომ გამოიყო. ნუ ზოგი ვიცი რომ რამოდენიმე ტრეიდში ისევ დარჩა და არ გამოსულა და მოიგეს ამ ტრეიდი, მაგრამ სამწუხაროდ ზოგი გამოიყო ამ ტრეიდიდან, ვინ ჩემთან ერთად შემოვიდა ამ ტრეიდში. ხო ვიცით ჩვენ ერთად ტრეიდინგიდათ live-ში და ჩვენი ტრეიდების ეს თქვათ ყურება, რას როგორ დარანაირად ვაკეთებთ როგორ ხსნით. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ Discord-ში ან Wealthy AG-ზე შეხვიდეთ და იქიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სერვისი. ხო, შემდეგ მეორე ტრეიდი უკვე რაც გავხსენი იყო დღევანდელი, რაც წავაგე. ამას ავხსნი ახლა დღეს. მოკლედ. მარკეტზე ვარ bearish. ხო, ეს ხა პროსტა დემოზე მაქვს გახსნილი ეს ტრეიდი. არაფერი ისეთი. მარკეტზე ვარ bearish. ხო, bearish ვარ მარკეტზე. მარკეტი ავიდა, ეს buy sell liquidity ავიღეთ და აქედან აი ამ როდ შეხედოთ მარკეტი ამ high-ის ზემოთ, ესეთ ვთქვათ, ანუ რეაქციას გვაძლევს, რომ აკვი არ უნდა ზემოთ ასვლა რა. არც ვფიქრობდი რომ მარკეტი ამ high-ზე ავიდა და ეხლა გეტყვით მაღალ time frame-ზე გადავალ და რატო. 4 საათიანზე
გვაქვს აქ order block-ი. ეს order block-ი, B არის order block-ი. ეს B არის order block-ი. ამ B არის order block-იდან ამ high-ის აღებას მაგის გამო არ ველოდი რა, იმიტომ რომ ეს სფერული გებში retracement გქონდა, მე ჩამოვედით, კარგი ჩამოსვლა. B არის order block-ი გავიკეთეთ და კარგი low-ები გვაქვს დასტარგეთებელი და displacement გქონდა წინა დღისით. აი, რავი, ეხაც მგონია, რომ კონდიციის გამო მარკეტის სუდის და აი ამაში რომ მოყვები, აი ახლა პოზიტივი რაც შეიძლება დაიჭიროთ ჩემგან და რაც შეიძლება ახლა აქ ისაუბროთ რა არის რომ აი აქ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ტრეიდერი გემბლერობს revenge trading-ი აქვს long გავენ short-ავენ იმიტომ რომ მარკეტი ახლა დავა time frame-ზე გადავალ და შეხედეთ აი რას აკეთებს აქ ხალხი აქ short-ავს აქ მე ეს რო ავიდა გალონგა მე აქ გაშორტა აქ მე გავშორტე აქაც კიდე გაშორტა აქ გალონგა და ეს თამაშობს აი ამ კონსოლიდაციაში ეთამაშება მარკეტი და აი ის კიდე ლონგებს შორტებს ხსნის აი ძალიან ბევრი ახლა ამას ფუბალს შეიძლება უყურებდეთ და თქვენც მათ შორის იყოთ რომ აი აქ აი ამ მარკეტზე აკაუნტი დაგარგეთ ნუ მაქსიმალურად ტრეიდერის მოვალეობა არის რომ თავის კაპიტალი დაიცვას და როდესაც მარკეტზე არ არის სახარბიელო კონდიცია და არ გადლოს მარკეტის საშუალებას იმის რომ ტრეიდი მოიგო ხო ამის გამო შენ თლიანი აკაუნტი არ უნდა შესწირო მაგას და არ უნდა დალიკვიდურდე ხო უნდა კონდეს მით უმეტეს საკმარისი ბაფერი აშენებული მაგის რომ ესეთ დღეებს მოერიდო და კარგ დღეებში მაქსიმალურად გამოიყენო კარგი დღე და მოიგო. ეხლა კიდევ მგონია რომ მარკეტი ქომეჩამო. კიდევ მგონია რომ მარკეტი ბიარიშია და კიდევ მგონია რომ ამას აიღოს, მაგრამ ამის კონდიცია არ არის. ხო და რა ტრეიდ შევედი ხა მე აქ. ხო და რომ დავინახე რომ იქ მარკეტი არ ადიოდა და აი აქ უყურებთ ამ ჰაიებზე გქონდა SMT, ბიარიშ SMT გვაქვს, ხო? ამ SMT-ის შემდეგ მოდი გამოვლა აქედან. ამ SMT-ის შემდეგ ვინც უყურებთ ჩემს YouTube-ს და ვინც აქტიურად მაკვირდებით, ხედავთ რომ მე მიყვარს inversion ფეოლოგების entry-ით გამოყენება ოღონდ როგორ ის რა, წინათ დარესპექტებულის, ანუ აქ მარკეტმა იმოძრავა, მარკეტმა ზემოთ აიყვანა, აქ SMT გაკეთდა და მე ამის გამო რომ დავიხურეთ დანით, ხო? აი აქ შევედით range. Stop loss-ი მეყენა აი აქ და take profit-ი მქონდა სუ ქვემოთ აი აქ. აი აქ. მათ მქონდა take profit-ი. Partials ავიღებდი ალბათ ამ low-ზე, ძალიან ცოტა დააკლა, 18 პოინტი, დააკლა დიდი მოძრაობებია დღეს, 150 პოინტიანი მოძრაობა არის ეს. რავი, ჩემი იმიდან take profit-დან 86 პოინტიანი მოძრაობა ქონდა. რავი, ეხლა რომ ვუყურებ, ეხლა ამ ხელა მოძრაობა შეიძლება partials ეღავ, მაგრამ ანუ risk to reward-ი არ იყო, კაი რა. ეხლა 1.5 იყო და რაღა იყო ამ low-ზე მქონდა partial-ი და რავი, რატო არა, ხო? break-even-ს არ გადავსულ ვარ, იმიტომ რომ ჩაულვიროთ ვიფიქრე რომ მარკეტს შეიძლებოდა ამ high-დან ამ low-მდე ეხლა რო გავხაზოთ, პრემიუმში ამოსულიყო ისევ ჩემ entry-სთან ახლოს, აი ისევ გაეტესტა ეს ადგილი და ისევ ჩამოსულიყო რა. ამიტომაც ეს წაგება შევიდია. და ესე ვასრულებ მე ამ კვირას რა, ერთი წაგებით და ერთი მოგებით. ნუ ის მოგება რამდენი იყო და რამდენად დიდი იყო ამ წაგებაზე არ ვამბობ, მაგრამ წაგებას გეტყვით რომ $700 წავაგე დღეს, თითო აკაუნტზე $140, 5 აკაუნტზე მქონდა გახსნილი და კიდევ მაგის გარდა სხვა აკაუნტები აქვს, იმათზე არ გამიხსნია ეს ტრეიდი. რაც კარგია, ხო? ჩვენიერი. ხო, მოკლედ ესა და ეს იყო დღეს რა, რაც უნდა ისწავლოთ ის არის რომ ესეთ კონდიციაში აკაუნტებს არ უნდა კარგავდეთ რა. მაქსიმალურად უნდა შეამციროთ რისკი შემცირებაში კი არ ვამბობ რომ აი შეიძლება ტრეიდი გახსნა, გარისკო ჩვეულებრივი რაოდენობა რასაც რისკი აქვს ხოლმე, მაგრამ მაგის მერე უნდა დაანებო მარკეტს თავი რა. შემდეგი დღე სულ იქნება რა. ამიტომაც არ ღირს შენს მთლიან აკაუნტად ესეთი თუდი მარკეტი გქონდა, მთლიან აკაუნტი ჯობია იმ დროს მაინც გარისკო რაც არა. სისურველი არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში რა, მაგრამ აქ ნახდად არ ღირს მაგის დაკეთება ამ მარკეტზე მით უმეტეს, იმიტომ რომ არც ვერც long-ის ტრეიდერი იგებს და ვერც short-ის ტრეიდერი და ამას უნდა აღიქვამდე ხა აქ რომ მარკეტი ამოვა stop loss ჩამერდგამს, ხო? იქ უკვე დამთავრებულია, ანუ არ უნდა მოხდარიყო ეს და დაჟე რა ვიცი, დღეს სანჯიმას რო ტრეიდი წააგო, ეგ ტრეიდიც არ უნდა წაიგო, სანჯისაც იმიტომ რომ ეგეც კარგი ტრეიდი იყო. რა ვიცი. იმედია მოგეწონათ ვიდეო და ისწავლეთ აქედან ბევრი რაღაცა, ვიც უყურებთ და დღეს აკაუნტ დააფეილეთ. ჟურნალში აიწერეთ ეს ტრეიდი, ეხლა ვაპირებ რომ მიუბრუნდეთ და ჟურნალში ჩავიწერო ეს ყველაფერი, ჩემი შეცდომები ჩავიწერო, როგორ ვზნოდი თავს დავჯერებულთ რა ყველაფერი მიუთითო, ფსიქოლოგიურად, ტექნიკურად ყველაფერი როგორ მსადვიყავი და გავაგზავნე ეგრე შემდეგ კვირას დაბრუნება და მარკეტის შეჭმა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რისთვის არ აქვს. ხო, კარგით. როგორც ყოველთვის გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, ძალიან მალე ვართ 5000-ზე და კიდე მინდა რომ
რავი, ზაფხულამდე თუ 1000-ზე ავედი ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ სერვერზე ვართ 6000 რამდენი? 6000 6423 ძალიან მაგარი. ხო, მართლა ძალიან მაგარი. ამიტომაც შემოგვიერთდით სერვერზეც ვინც არ ხართ და როგორც ყოველთვის მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.